ნამახვან ჰესის ხელშეკრულება იყო კორუფციული ინტერესით განპირობებული, არ იყო ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესების დასაცავად დადებული. თავად იუსტიციის სამინისტრო მიუთითა, რომ ძალიან ბევრი პრობლემა იყო ხელშეკრულებაში. ის თავიდანვე ისე იყო გაფორმებული. ლარებში ისე იყო გაცემული, ასეულობით 1000 ქართული მიწა არ იყო დაცული საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. მაშინ იყო გაცემული ყველაფერი ეს ხელშეკრულება დადებული, როდესაც ჯერ კარგად არ იყო შეფასებული გარემოზე, როგორ იმოქმედებდა ეს ჰესი. ჰესები საქართველოში უნდა იყოს პატარა და საშუალო ზომის, დადებული ისე, რომ დაცული იყოს ჩვენი სახელმწიფოს და ადგილობრივი სოფლების ინტერესი, არა ისე, რომ ვიღაცა ჩამოვიდეს საიდანღაც ფული ჩაიდოს ჯიბეში, მოტეხოს ძალიან ბევრი ფული ტენდერში და მერე დაგვტოვოს ცარიელ-ტარიელი, როგორც ახლა მოხდა. ვინც დადო ეს ხელშეკრულება, იმან უნდა აგოს შესაბამისად იმ ფინანსურ ზარალზე და სახელმწიფო ინტერესების დაზიანებაზე პასუხი.